დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით 20-დან 21 აპრილს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. კერძოდ დაწესდება ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრების მუხად გვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების მარჯანიშვილი, დელისის, არაჯიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან. ასევე დიდუბის ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. 19 აპრილის 11 საათიდან საღამოს კვირის აღდგომის დილის 4 საათამდე იმოძრავებს თბილისის მეტრო, აღნიშნული მგზავრობა იქნება უფასო. გარდა ამისა 20 აპრილს დაინიშნება მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი. აღნიშნული მარშრუტების მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს სადგურის მოედნის, მეტრო მარჯანიშვილის, მეტრო სარაჯიშვილის, დელისის, დიდუბის ზედამოსასვლელს და მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ასევე ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან. აღნიშნული მგზავრობებით კვირას და ორშაბათს 20 და 21 აპრილს განხორციელდება უფასოდ.